ცოტა უკვე დასრულ ასაკში მამებიც, ალბათ დედებიც ხვდებით, რომ რაღაცა დრო გაგვეპარა შვილთან ურთიერთობაში და ვამბობთ, რომ დავაგვიანე. Აი, რას ეტყოდით მამებს, რომლებიც ამას ფიქრობენ? რამდენად შეიძლება, ბუნებრივია იმ დაკარგული დროის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება, მაგრამ უკვე დარჩენილი დრო, დროით როგორ დააკომპენსიროს ის დრო? იცით რა, მოდით ჯერ ვთქვათ დროის დაკარგვა რას ნიშნავს? ანუ დრო რამდენი დრო გვჭირდება ჩვენ შვილებთან საურთიერთოდ, ხო? მშობლებს ყოველთვის გაქვთ დანაშაულის განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ საკმარის დროს ვერ უთმობთ თქვენ შვილებს. სულ მუდმივად. დანაშაულის განცდა არასოდეს არ არის კარგი მოკავშირე ბავშვებთან ურთიერთობაში. იმიტომ რომ მე გვიბიძგებს იმისკენ, რომ რაღაცით კომპენსაცია გავაკეთოთ, რაღაცეები ვუყიდოთ, რაღაცა მატერიალურ მონეტიზაცია განვახორციელოთ ამ ჩვენი დანაშაულის განცდის. ოფიცინა უკვე მოხდა. ხო. მაგრამ ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ შეიძლება 10 წუთი გაატარო შენ შვილთან. მეტი არა. ოღონდ ეს 10 წუთი შენ ხარ ნამდვილი თუ თქვათ ესე აუთენტური მამა, ყოველგვარი მობილურების სხვა რამეზე ფიქრის გარეშე. ანუ ის 10 წუთი შენ ხარ ბუნებრივად შენ შვილთან დაინტერესებული ხარ შენი შვილის მდგომარეობით. დამიჯერეთ, რომ ეს 10 წუთი, მეტი არა. აი ხო უცნაურად გეჩვენებათ. დღეში, აი დედებსაც ხშირად ვეუბნები და სულ უკვირთ ეს. და ხარისხს აქვს მნიშვნელობა თვისობრიობას ჩვენ როგორ ვურთიერთობთ ჩვენ შვილთან. ისევე როგორც სხვა ადამიანთანაც, სხვათა შორის, ხო? თუნდაც პარტნიორთან, მეუღლესთან, ხო? აი იგივეა, რომ შენ მთლიანად ხედავ ამ ადამიანს, დაინტერესებული ხარ რეალურად მისი მდგომარეობით და გინდა რომ გაიგო, თუ უბრალოდ ვალდებულება გაქვს რა და დრო უნდა გაატარო. 9 საათი არის მაქსიმუმი დღის განმავლობაში, როცა შენ შეგიძლია ძალიან ბევრი რამე მიცე შენ შვილს. ეს იქნება ზუსტად საწინააღმდეგო თქვენი დანაშაულის განცდის და იმ მსჯელობის, იმ არგუმენტების, რომ რა ვქნა, დრო არა მაქვს, დრო ყოველთვის არსებობს. ეს დრო შეიძლება იყოს მცირე, მაგრამ თვისებრივად ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მთელი დღე რო შენი შვილის გვერდზე იყო და არ იყო მის გვერდზე სინამდვილეში. ესაც ხდება ზოგჯერ. ნახეთ, ანუ დრო გაუშვით ნიშნავს იმას, რომ ის 10 წუთი ვერ ნახეთ თქვენ ისეთი, როცა თქვენ მისი ცხოვრებაში, მისი ცხოვრებით დაინტერესდით. ცხოვრებით.